სალამი, მე ირაკი ტაბლიაშვილი ვარ, ახლა გამოვჩდები კაცში თქვენის ნებართვით. არც კი 1-2 წუთში მანამდე ახლავე გამოვჩდები და მე დავიწყებ ერთ საინტერესო თემაზე საუბარს. მე მინდა დავსვა ეს კითხვა, ვებრძვით თუ არა ჩვენ ქარისტისკვილებს, ხო? ვართ თუ არა ჩვენ ერთგვარი დონ კიხოტობა, არის თუ არა ჩვენი ბრძოლა, ეს არის საინტერესო. ხო, რომელიც აპრიორი შეიძლება არის უშედეგოც კი. არის თუ არა ეს ლოდის მწვერვალზე აგორების, მოდი ასე ვიტყვი, უშედეგო მცდელობა ჩვენი ქმედება. არ ვიცი, გულახდილად გეტყვით, თქვენს ალბათ ამ თემაზე გიფიქრიათ, თუ თქვენში არის პესიმიზმი მძლავრობს. მეორე მხრივ, ლოდის მწვერვალზე აგორების მცდელობა უდაოდ დასაფასებელია, იმიტომ რომ მივეკაჩებით, მივდივართ, ვცდილობთ და ყოველ შემდეგ ჯერზე აგვაქვს ეს ლოდი და გვიგორდება. სულ გვიგორდება და ასე გრძელდება დღემდე, ასე გრძელდება დაუსრულებლად. სიზიფეს და დონ კიხოტის, ხო, ლამანჩელი კაცის გარდა ცხადია სხვა გმირების, მითების, მითოლოგიის და ლიტერატურული პერსონაჟების გახსენებაც შეიძლება, რასაკვირველია. და მოდი შევეჭიდებია, თქვენ არ ვილაპარაკეთ ამ თემაზე და შევეჭიდები თქვენის ნებართვით კონკრეტულ ამბავს. კონკრეტულ პირებსაც შევეხები, განა არა. აი, ვინ ვახსენოთ ახლა? მე უნდა ვახსენო მაგალითად რობერტ სტურუა. ძალიან დიდი რეჟისორი. დიდი სოფლიო დონის რეჟისორი, რომ ჩემი აზრით მის საუკეთესო სპექტაკლი მაინც კავკასიური ცარცისწრია, თუმცა ბევრი მაგალითად რიჩარდ მესამესაც და ასახელებდა კავკასიურ ცარცისწრეზე მეტადაც კი. დიდებაში და სახელში მას ბევრი ჩვენგანი ვერ შეეჯიბრება, ვერასოდეს გაეჯიბრება მეთქი. აი მე მაგალითად მსოფლიო სახელს საერთოდ ვერ დავტოვებ, მაგრამ მით უფრო ვერ დავტოვებ ჩვენ სინამდვილეშიც კი რობიკო სტურუას დონის სახელს. ამ ასაკიან სახელოვნობაში, აი სახელოვნობაში, ხო, მას ვერავინ ვერ გაეჯიბრება. ამ ასაკიან კაცს ვერავინ კი ვერ გაეჯიბრება აი ამ ცნობილობაში, ხო? მაგრამ ჩემი მოსაზრებით ბევრი 17 წლის პირიც კი დაჯაბნის, ასე ვიტყვი, ბევრი 17 წლის ახალგაზრდაც კი, ვინც ახლა ასე მაგალითად არის აქციებზე. და მისი გვარსახელიც ჩვენ არც ვიცით მოცემულ ეტაპზე და ალბათ არც გვეცოდინება, დიახ, თუ გნებავთ ვისაუბროთ რობიკოზე, გავაკრიტიკებ მე მას, განა არა, რა პრობლემაა, მაგრამ მეორე მხრივ იფიქრებ კაცი, რომ შეიძლება არ ძღირს ამის გაკეთება. ხო, ის დიდი პიროვნებაა საქართველოსთვის, რასაკვირველია, არ ვკამათობ ამასთან დაკავშირებით. მეორე ადამიანიც გავახსენოთ, თუ გნებავთ, აი საქართველოსთვის უდიდესი სახელი ვახსენოთ, გვარი არც არის საჭირო, ნონა. აი ესე მარტო სახელით მოვიხსენიოთ ის. გვარი არცაა საჭირო, 100 წლეულები გაივლის კიდევ და თუ ჭადრაკი ჩემი მოსაზრებით ღევანდელი ფორმით არ შენარჩუნდება, ეხლა მე რობერტ ფიშერის თეორიას თუ მოსაზრებას ჭადრაკის განვითარების დაობაზე უფრო მივყვები, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრება, ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მოკლედ, თუ ჭადრაკი ღევანდელი სახით კიდევ იარსებებს, მაშინ მე აკითხავთ ეჭვი მეპარება, ნონა გაფრინდაშვილს ოკეან გაღმაც გაიხსენებენ 100 წლის, 200 წლის შემდეგ, ხო? ოკეან გამოღმაც გაიხსენებენ. აი შესაძლოა მასზე დიდი მოჭადრაკი არის, აი ერთ-ერთზე რო გაჯიბრებოდნენ ერთმანეთს, რომელიმე პოლგარი, ჟუჟა პოლგარი, იუდით პოლგარი, მესამედას თუ არ ვწდები, სოფია ერქვა შესაძლოა ვწდები. მოკლედ ჟუჟა და იუდითი ნამდვილად. ერთ-ერთზე მაღალი ალბათობით ყოველი 10 პარტიიდან 8-ს 7-ს მოიგებდა იუდითი, 2 დამთავრდებოდა ფრედ და 1-ში თუ გაიმარჯვებდა ქალბატონი ნონა დიდი მოჭადრაკე. მაგრამ ეპოქა როგორც ასეთი, ნონა გაფრინდაშვილს აქვს შექმნილი ჭადრაკში და არა იუდით პოლგარს. იუდით თუ ჟუჟა პოლგარს სახელით არავინ მოიხსენიებს მსოფლიოს ჭადრაკის ცოდნეთა შორის. აი ნონას, მაიასაც კი არ მოიხსენებენ, ისიც ხო 5 გზის ჩემპიონია, ხო, ხა პია კრამლინგზე თუ ჩინელ გოგონას რა ერქვა, აღარც მახსოვს, ხო? აღარ საუბრობ.
მოკლედ იუდითი და ჟუჟაც კი ვერ იქნებიან, ვერასოდეს იქნებიან ეპოქალურები, ამის თქმა მინდა ნონა არის მაიაც კი მის და პატივისცემის მიუხედავად ვერ იქნება ეპოქალური სახელით მოსახსენ ნონა არის და მასზეც არაფერს ვამბობ გულახდილად გეტყვით აუქს თუ კრიტიკულს რა უფლება მაქვს რა საკვირველია მაგრამ სწორედ საქმე სწორედაც რომ ამ მაგრამში ამ კავშირ მაგრამშია ესე უნდა აუქს აი როდესაც ახალგაზრდები დგანან იქ რუსთაველზე და იცავენ ქვეყანას მათ ცემენ, აწამებენ, ციხეში სვამენ, სასჯელს უსჯიან და ასე შემდეგ. იქ როცა არის ამბავი მზიასი, ამბავი ზვიადისა, როცა არის იქ ლევან ჯობავას ამბავი, რომელიც უნდა დაიჭირონ დღე-დღე, შეიძლება დაიჭირონ დღე-დღეზე, ხო? აპატიეთ, მაგრამ რობიკოს კავკასიური ცარციცრე და ნონას ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონობა და ღმერთმა უწყის რამდენგზის ოლიმპიური ჩემპიონობა მე პერსონალურად არ მახსენდება და ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ კი საერთოდ არ ვაქცევ ამას ყურადღება მეცაც გეტყვით ჩემთვის ნონაც კი უზარმაზარი პატივისცემა რობიკოც კი ნაკლები პატივისცემა მაგრამ როგორც რეჟისორს პატივი უნდა სცე მეორე ხარისხოვანი ხდება ხო და ეს მათაც ეხებათ და არა მხოლოდ მათაც, ოღონდ მათ არ ვეხები, იმიტომ რომ რა ვიცი, მეც საბჭოთა ადამიანი ვარ, ხო, 73 წელს დაბადებული და რაღაც ეს ავტორიტეტებად წოდებულებს, ან ავტორიტეტებს არ ვეხები. ვერ ბედავ თითქოს. მაგრამ რომ გამოვიდეს ვინმე 2003 წელს დაბადებული და ნონა არა, რობიკო არა, ისო რომ თქვას განა გავაკრიტიკებთ, იმიტომ რომ ეს 2003 წელს დაბადებული ახლა არის რუსთაველის გამზირზე და ჭადრაკს კი არ იცავს, არ კავკასიური ცარციცრეს კი არ იცავს, ხო? უფლებას იცავს, რომ კავკასიური ცარციცრე რომელიმე მომავალმა ადამიანმა, ქართველმა მომავალმა რეჟისორმა დადგას და გაიტანოს დასავლეთში და მიიღოს არანაკლები ჯილდო, ვიდრე მიიღო რობიკოს ტურუას ბრეხტმა კავკასიურმა ცარციცრემ უფლებას იცავს რომ საქართველო იყოს საქართველო. და აქედან გამომდინარე მე ნონას და რობიკოს ტვინებში რა ხდება, აი კონკრეტულად ამ ორი ადამიანის დასხმებისა, ამავე ასაკისა მე არ მაინტერესებს. მეორე მხრივ, ხო? მაგრამ მესამე მხრივ მაინტერესებს ახალგაზრდების, უამრავი სპორტსმენის, უამრავი ხელოვანის, მსახიობის კონკრეტულად რა ვიცი, ექიმის, მასწავლებლის ტვინებში, რომლებიც ამ ხელისუფლებაში არიან, ან ხელისუფლებასთან არიან, მათ ტვინებში რა ხდება? კარგი წარმატებული პირებისა. ვერასოდეს მე სტანდარტულ ფარში ვერ ჩავტენი. ზაზა ფაჩულიას ტვინში რა ხდება? იმიტომ კი არა, რომ ზაზა ცუდი პიროვნება, რასაკვირველია, რა უფლება მაქვს. არაჩვეულებრივია. მაგრამ ზაზა არის რა ხელისუფლებაში, არამედ ხელისუფლებასთან. ხო? ერთგვარად ამართლებს. ეს უდიდესი ჩვენი მასშტაბით უდიდესი გადაბურთელი, ამ მასშტაბის გადაბურთელი ჩვენ არ გყოლია და შეიძლება კიდე კარგა ხანი არ გყავდეს. მაგრამ ის ერთგვარად ამართლებს იმას, რასაც სჩადის ეს ხელისუფლება არის რა, მივიდა რა კალაძესთან ამ საპატიო დედაქალაქელების უთბილისელების დაჯილდოებაზე, ამ ღონისძიებაზე. არ რა უფლება მაქვს. მე ოდესღაც დავწერე სტატუსი და ვიდეოს თუ არ ვწდები კაჭარავაზე თუ კონტექსტში მქონდა დავით ქვია ხო კაჭარავაზე უზარმაზარი მასშტაბის ჩვენი მასშტაბით უზარმაზარი მასშტაბის მორაგბეზე. მაგრამ ერთი ხანობა ის პოლიტიკაში იყო. ხალხის ძალას წარმოადგენდა და მე ის როგორც პოლიტიკოსი გავაკრიტიკე, გაგიკეთებია კაჭარავაზე მეტი არ გამიკეთებია. არ გამიკეთებია როგორც მორაგბეს, არ გამიკეთებია არც ყოფილი ვარ მორაგბე, როგორც რეჟისორს არ გამიკეთებია. რობიკოს ტურუაზე მეტი, როგორც მოჭადრაკეს 100-დან 100 პარტიას წავაგებ, კიდე 50 წელი იცოცხლოს ქალბატონ ნონამ და 100 რაღაცა წლის რო იქნება, მასთან მაინც წავაგებ 100-დან 100 პარტიას. არ გამიკეთებია ის ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია და ღმერთმა უწყის რამდენგზის ოლიმპიური ჩემპიონია, ვერასოდეს როგორც სახელოვანი ადამიანი მე მათ ვერ გავეჯიბრები. მაგრამ რა ხდება? კარგით გავანებოთ თავი რობიკოს, გავანებოთ ნონას თავი და გავანებოთ ზაზასაც თავი თუნებოდ. მაგრამ სხვათა ტვინებში რა ხდება? ხო, დედაქალაქის ბანდიტი მერის, ან პრემიერად წოდებულის, ან ზოგადად ჭორვილელი ბიზნეს
მსახურებაში მყოფ მე მესმის რომ ვერ ახტებით, მაგრამ ვერ წახვალთ მათ მის წინააღმდეგ, ბიზნეს წინააღმდეგ, მაგრამ იყუჩეთ მაინც, ნუ დაიხატებით მაინც მათ. ნუ გამოჩნდებით მათ გვერდზე მაინც, იმიტომ რომ მათ გვერდზე გამოჩენაც კი ამ ჩვენს რთულ დროებაში ნიშნავს იმას, რომ თქვენ ან უგებთ, ან იწონებთ იმ ქმედებას, რომელსაც ჩადის ეს ბანდიტი, ხელისუფლება და ეს ფაქტია. გურანდა გაბუნია ბას ხო გარდაცვლილია, არაფერი არ უნდა თქვა, არ ვიტყვი. ხო, მაგრამ აი ახალები რატომ ხდებით გურანდა გაბუნიები, ეს კარგად არ მესმის. სულ ახლები, აი ცინცხალები. მით უმეტეს არ მესმის ეს რატომ ხდებით 2012 წელს კიდე გავიგე გურანდა გაბუნიობა, მაგრამ 2019-20 წლის შემდეგ ოკეი, 2022 წლიდან ოკეი, რატომ გაჩნდით გავიგე 2022 წელსაც გპატიოთ, მაგრამ 24 წლიდან რაც წიხლებს ურტყავენ ბიზნეს პოლიციელ გედედეშნიკები მოქალაქეებს, ამის შემდეგ როგორ ხდები, როგორ ხართ მათთან ერთად. კვლავ ვიმეორებთ, მე რობიკოს ტურვას ვერ შევცვლით, ჩვენ რობიკოს ტურვას ვერ შევცვლით. ნონა გაფრინდაში ნონას, ხო, ვერ მოვთხოვთ ალბათ პასუხს. უფლება ალბათ გვაქვს პასუხის მოთხოვნისა, მაგრამ რაღაცა მე პერსონალურად მამოხრუჭებს. და სხვებს რა უყოთ? კვლავ გავემახვილებ ყურადღებას, აი ახალგაზრდებს რა უყოთ, ისინი დამოხრუჭდებიან? კარგით, არაფერს ვიტყვი მაგალითად ლიზა ბაგრატიონზე. ანაჩვეულებრივ ლიზა ბაგრატიონზე. რა უფლება, მაგრამ ის ოჯახის წევრია, პრეზიდენტად რომ მუშაობს იმ დაუმსახურებელი კაცისა. დიდი ოჯახის წევრია. ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ რა ვიცი, ნატო მეტონიძეზე არაფერი არ უნდა თქვა, კარგით არაფერს არ ვიტყვი, ნატო მეტონიძე მუზა გიაყანჩელისა. შესანიშნავი ხელოვანი, ხო? არაფერს ლიზას დაკალია, არაფერს ვიტყვი. მაგრამ სხვებზე არაფერი არ უნდა ვთქვათ. და ისინი ხომ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ მაგალითები საყოველთაო დაუმორჩილებლობა რა არის, როცა არავინ თანამშრომლობს, არც ნატო, არც ლიზა, არც რობიკო, არც ნონა, არც რომელიმე კალათბურთელი, არც რომელიმე ფეხბურთელი არ თანამშრომლობს ბანდიტთან. და ესენი ბანდიტები არიან. და ეს სახელმწიფო იჩეხება რუსულობაში, თქვენ ივლით, განსაკუთრებით მის ხელისუფლებასთანაა და არა ხელისუფლებაში, ხო, ზაზა ფაჩულია ივლის შეერთებულ შტატებში. რა პრობლემა აქვს მას? ან მოქალაქეობა ექნება, ან უვადო ვიზა, მაგრამ რა ქნან ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ მიიღონ განათლება შეერთებულ შტატებში ან ევროპაში. ზაზა რა უნდა ქნან? ამიხსენით, თორე მე კალათბურთის ცოდნაში, შენს მოქალაქეობაშიც, თქვენს მოქალაქეობაშიც არ მეპარება. მასშტაბურობაში ეჭვი, მაგრამ ბოდიში ხართ რა კალაძესთან რაღაცა პრეზენტაციაზე, ეს ნიშნავს, რომ თქვენ კალაძის და ამ ბანდის ზოგადად მოსაზრებებს, პოზიციებს იზიარებთ. ხო? მე ვერ მოგთხოვთ დგომას დემონსტრანტთა გვერდით, მაგრამ აი ვერავის ვერ მოვთხოვ, მაგრამ აი რაღაცეები კი არ მესმის. აი მაგალითად არ მესმის სოფო ხალვაშისა. არ მესმის, თუმცა მესმის, რომ რაღაცა თანამდებობას ვერ ტოვებს ის. მესმის. სოფო ხალვაში ვისი ოჯახის წევრია? მე ხო ვიცნობ, ვისი ოჯახის წევრიც არის, ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ასეა. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ასეა. ხო, სხვაც ვერ ტოვებს, ის ვეტოვებს იმავე აჭარიდან რაღაც თანამდებობას, ერთი გენიოსი კაცი მეთქი, არც ვასახელებ გვარსახელს. მაგრამ რა სჯობს, იყო უკრაინაში და ნინო ქათამაძესთან ერთად მღეროდე და წარმოადგენდე საქართველოს თუ იყო მიყუჟული. ოღონდ გვარს არ დავასახელებ. აი დღეს მე ვიყავი პანაშვიდზე. ბევრი იყო, ხსოვნა გვიან მივედით მე და ჩემი მეუღლე. ხო, როცა ვიყავი იმ მომენტში არ ვიცოდი არაფერია იმის თაობაზე, რასაც ახლა გეტყვით. ხო, რო გამოვედით მე და ჩემი მეუღლე, რაღაც ტელეფონით სკროლავ და გავიგე რომ ალეკო კარტოზია უდაოდ უნიჭირესი კაცი და კარგესი გერმანისტი და უცნობილესი კაცი და უმაგრესი კაცი. იქ ვნახე პანაშვიდზე. დაუნიშნავს ყაველაშვილს უკვე მეორე ვახსენებ ელჩად გერმანიაში. როგორ თანამშრომლობთ? ყაველაშვილთან ან ბიზნეს ამ ბანდასთან საერთოდ. ხო?
ის შემომხვდა კვლავ მიმეორებს სწორედ პანაშვიდზე არაფერს ვერჩი თითქოს ნამდვილად დუმვარ თუმცა 2004 წელს დაბადებულმა რამე რო თქვას მასზე არც ეს არ გაიკვირვოთ და სხვებმა არ გაიკვირვოთ რა უფლებით თქვაო იმიტომ რომ ადამიანებს ამ ქვეყანაში აწამებენ ხო ის დათანხდა რატომ დათანხდა ამ ელჩობაზე ამ რეჟიმს ამიხსნას ვინმე ჩვენ აქ ჩვენ ჩემზეც არ ვლაპარაკობ ახალგაზრდები აქ რუსთაველზე უნდა იყვნენ და აპროტესტებდნენ და ბატონი ალეკო რომელიც მაგალითი უნდა იყოს ბევრისთვის უნდა იყოს გერმანიაში ბერლინში მომჯდარი უკაცრავად ცუდი სიტყვა მომჯდარი ხო იცის მან პოლიტპატიმრების თაობა ცხადია იცის პოლიტპატიმრების თაობაზე არის ის რომ გერმანიაში რომ ჩავა ბატონი ალეკო ჩავა ხო ბერლინში უთუოდ კითხავენ მაგალითად მზია ამაღლობელის თაობაზე საკუთარ ოჯახში საკუთარ თავთან თუნდაც საკუთარ თავთან ბალიჩზე თავდადებულს არ განუხილავს რა უნდა უპასუხო გერმანულად როგორ ჟღერს არ ვიცი მე როცა მკითხავენ მზია ამაღლობელი რატო ყავს დაჭერილი შენს ბიზნესში შენს ირაკლი კობახიძეს შენს სასამართლოს როდესაც მკითხავენ მე რატომ აგინებს შენი პარლამენტის თავმჯდომარე ესოდენ ხშირად გერმანიის ელჩს საქართველოში ან გერმანიის პოლიტიკურ ელიტას რა უნდა ვუპასუხო მე ალეკო კარტოზია რა უნდა ვუპასუხოთ ბატონო ალეკო მე ზაზა ფაჩულიას კი არ ვერჩი მე ალეკო კარტოზიას კი არ ვერჩი მაგრამ ხალხო თუ გვაქვს წინააღმდეგობა მაშინ უნდა წინააღმდეგობა იყოს ყველა დონეზე ნონა გაფრინდაშვილს მე რუსთაველზე დგომა შეიძლება არც თხოვდე და არც ყველაფერზე თვალს ხუჭავდნენ ნონა გაფრინდაშვილი რობიკოა სტურვა ამ უკანასკნელზე სიმართლე გითხრათ ენა მიმირბის მაგრამ მაინც იმიტომ რომ ის მხოლოდ ახლოს კი არ არის ხელისუფლებასთან აპრავებს ამ ხელისუფლებას ნონა გაფრინდაშვილისაგან გაправების სიტყვები არ ანიშვილად გამიგონია ხო ამიტომ რობიკო გაცილებით მეტად საკრიტიკოა ნონა გაჩუმებულია სხვებიც გაჩუმებული მაგრამ როცა მსახურებაში ხარ ალეკო კარტოზიაზე ვლაპარაკობ ახლა ზაზაფაჩულიაზეც არ ვლაპარაკობ უდიდესი კალათბურტელია ეს კიდევ კაჭარავა ხო უდიდესი მორაგბია ახლა რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელია ღმერთმა კარგ ბევრი რამე გაგაკეთებინოთ რაგბის ფედერაციაში მაგრამ როცა პოლიტიკოსი იყავით თქვენ ხო საშინელებას ჩადიოდით ამ ქვეყნისათვის ეს ხომ ფაქტია ის კი ალეკო კარტოზიამ რაც ალექსანდრე კარტოზიამ რაც უნდა უპასუხოს გერმანიის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს ზვიადრატიანზე მზია ამაღლობელზე ნებისმიერ დაჭერილ პირზე არ იცის ხო როგორ წარმოუდგენია საკუთარი დიპლომატობა ამ ვითარებაში როცა დედას აგინებენ იმ ქვეყანასაც აგინებენ სადაც ის ელჩი უნდა იყოს კარგი მე ჯანდაბას არაფერს ვიტყვი არც რობიკოზე არც ნონაზე არც ველებზე, ახლებზე, მოქმედებზე, წარსულებზე, ელიზა ბაგრატიონზე, ოჯახის წევრია, რატო ბეტონიძეზე გავიგე. მაგრამ ადამიანები ხართ აქ, ჩემი მაყურებელთა შორის, რომლებიც გამოდიხართ და ესე ყელმოღერებით ლაპარაკობთ თემაზე, რომ ვიცით რა უფროსებს კი არ უპირისპირდება ახალი თაობა და ჩვენ კი არ ვაკებთ ამ ახალ თაობას, რომელიც უფროსებს უპირისპირდება უფროს თაობას, მამათა თაობას უპირისპირდება, ჯერ როდის არ ყოფილა ეს მამათა და შვილთა დაპირისპირება, როდის არ ყოფილა, ხო? აკაკი წერეთელი გაიხსენეთ რას პასუხობს უფროს თაობას, ილია ჭავჭავაძე რას პასუხობს, ხო? მე როგორ პასუხობენ, მე პასუხი შვილთა, როგორ პასუხი რა დაკამათია მეცხრებელის, მაგრამ კარგი გავანებოთ ამას თავი. 2009 წელს დაბადებულმა რო თქვას ფეხებზე მკიდია, ღვაწლმოსილება ამათი და თბილისელობა და სასიკადულობაო, ვინ იქნება მართალი? ბრეხტის დამდგმელი დიდი რეჟისორი, რომელმაც თავისუფლების იდეალებს უღალატა, თუ უცნობი ყველასთვის პირი, რომელიც თავისუფლების სადარაჯოზეა. რომელიც ამბობს, ნუ სცემთ, ჯობავას ნუ იჭერთ, ჯობავამ რა გააკეთა, ლევან ჯობავამ. იარაღი წაართვა. ალეკო კარტოზიას, ზაზაფაჩულიას მეკითხები. წაართვა იარაღი ვიღაც ტიტუშკას და ამ ჯობავას იჭერენ ზაზა. და თქვენ ბზანდებით, თქვენ მიხვედით კალაძე იჭერს, კალაძე ხო არ იჭერს ესე კონკრეტულად, მორკილებს ხო არ არის, მაგრამ კალაძე რომელ რეჟიმსაც წარმოადგენს, ის რეჟიმი იჭერს. და მე რასაკვირველი არა მაქვს, მე ვინა ვარ?
თქვენთან შედარებით თქვენ NBA-ში თამაშობდით, მე კალათბურთის ფარისკენ ბურთი არ მისვრია 30 წელიწადია. გერმანული არ ვიცი ბატონო ალეკო. კარტოზიას მივმართავ ახლა. ეს არის სიმართლე. და ამ სიმართლის დამალვა არ შეიძლება, რასაკვირველია. დიახ, თქვენ ბატონო ზაზა ფაჩულიას მივმართავ, თქვენ მიხვედით ღონისძიებაზე, რომლის სახეებიც იყვნენ კრემლში, კი არა, კრემლთან წითელ მოედანზე დადის ვინმე მერსი სულხანიშვილი თუ არის მერსი. შეიძლება გვარი მეშლება. რომელიც ესე დადის და ქადაგებს იმას საქართველოს როგორ უნდა დაუახლოვდეს რუსეთს. თქვენ ერთ მაგიდაზე შეიძლება, მაგიდასთან შეიძლება, არა, მაგრამ გვერდით ამ მაგიდასთან იწყდეთ. ლალი მაროჩკინა იგივეს კადაგებს, პოსტივის და ტელეტევე იმედის მთელი პროპაგანდისტები, რომლებიც იგივეს კადაგებენ. კალაზე ვისინიც და პატიჟა და თქვენს დაკპატიჟა, თողოს თქვენით მარიაჟობს. მეცნიერებსაც დაურიგა, კარგ ხალხს განაცურც, დაურიგა რაღაც საპატიო თბილისელის სიგელი თუ წოდება და ასე შემდეგ. კარგი ამბავია, მაგრამ მანახეთ ვინ არის თქვენი მეგობარი და აღმოჩნდა თქვენი მეგობარი არის სწორედ პრორუსთა ის კასტა, რომელიც იქ იყო. ერთი მოჭიდავეს იყო, ხო? მის მეუღლეს ცნობილია, არ მახსოვს სიჩინავა თუ არ ვწდები, ხო? ეს კაცი კიდე არის ნოზაძე. მე ვერასოდეს ვერ მოვერები, მას ეს სასიკადულო ვერ გავხდები. ეს არის სიმართლე. ასევე იყვნენ ამავე პრეზიდენციაზე მოძალადეები, ტიტუშკები იყვნენ. მე ისევ კარტოზიაზე, მე არაფერს ვერ ჩოდი ალეკო კარტოზიას და ვეცდები, ვიმეორებ, ვეცდები მასზე მომავალში არაფერი თქვა, მაგრამ როდესაც მიდიხარ თუნდაც ელჩად, შენ აპრავებ, რუსულ რეჟიმს აპრავებ. ამათი მსახური ხდები და შენი და არა ჩემი არჩევანია რუსეთის მსახურობა. ამიტომ მე ხმას არ ამოვიღებ. უბრალოდ მეც ამოვიღებ, მაგრამ ჩემზე მწარე ენა მწარე იქნება ახალგაზრდა. და როცა ეს რეჟიმი ჩაირეცხება და აუცილებლად ჩაირეცხება, მას ათობით, ასობით, ათასობით მისი მსახური მიხვება წესით. და სხვა შორის ნონა გაფრინდაშვილი გაცილებით მეტად გადარჩება, ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ნონა გაფრინდაშვილი ვიდრე ბევრი გადარჩენის შანსი მას მეტი აქვს, რომ საზოგადოებამ არ გადაუაროს, მათ შორის იმიტომ, კი ბოდიშებთ ქალბატონონა, რომ ასაკშია, რომ არ გადათელოს. მაგრამ ახალგაზრდებო, თქვენ რა შვებით? მსახურებო რუსული რეჟიმისა, ჭორვილელი ბიძინა ივანიშვილისა, რომ ჭორვილელი მაინც და მაინც სოფელზე კი არ ვლაპარაკობ, არამედ ვლაპარაკობ მის პროვინციულობაზე. მე მესმის ბატონო ალეკო, რომ ბერლინში გინდათ, ბერლინში ყველას გვინდა. და ახლა კითხვა კიდევ ერთხელ, ვებრძვით ქარის ცისქვილებს? ვებრძვი მე პირადად ქარის ცისქვილებს? არ ვიცი, მე გეკითხებით. სულ დაგორდეს ეს ლოდი. კიდევ ერთხელ ავიღებთ და დავიწყებთ ატანას მწვერვალზე. დაჩიბერაია დანიშნეს ნატოში საქართველოს ტიპი, რომელიც ნატოს ებრძვის, დანიშნეს საქართველოს წარმომადგენლად ნატოში. ეს იყო ჩემი ვიდეო ბლოგი. სამწუხაროდ უნდა მოვატრიალო, კი არა, ესე ვიზამ თქვენის ნებართვით.